1121 წლის 12 აგვისტო. დიდგორის ველზე წყდებოდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ქრისტიანული აღმოსავლეთის ბედი. ნახევარმილიონიანი მუსლიმური კოალიცია თბილისის მისადგომებთან იდგა და ქართველთა სრული განადგურებით იმუქრებოდა. დავით აღმაშენებელს მხოლოდ ერთი შანსი ჰქონდა და შეცდომის დაშვება სიკვდილს ნიშნავდა. დღეს ქრონოსი გიამბობთ ბრძოლაზე, რომელსაც ისტორიკოსებმა ძლევაი საკვირველი უწოდეს. 1121 წლის ზაფხული. საქართველოს იმაზე დიდი საფრთხის წინაშე იდგა, ვიდრე ოდესმე. დავით აღმაშენებლის წარმატებულმა რეფორმებმა და თბილისის მუსლიმური ამირას შევიწროებამ მთელი ისლამური სამყარო ააფორიაგა. ბაღდადის ხალიფამ გამოაცხადა წმინდა ომი და დაიწყო უპრეცედენტო მასშტაბის კოალიციის შეკრება. საქართველოსკენ მოემართებოდა იმ დროის უძლიერესი სარდალი ილღაზი. მის გარშემო გაერთიანდნენ რუმის სულთნები, არაბი ამირები და სელჩუკი დიდებულები. მემატიანეები წერენ, რომ მტრის ლაშქარი იმდენად დიდი იყო, რომ მათი ნაბიჯებისგან დედამიწა იძვროდა, ხოლო მათი კარვებით მთელი ველები იფარებოდა. დავითის წინააღმდეგ 500,000-მდე მეომარი დაიძრა. ამ ციფრის წარმოდგენაც კი დღეს რთულია. 9,5 ადამიანი, რომელთა ერთადერთი მიზანი საქართველოს მიწასთან გასწორება და ქრისტიანული კერის სამუდამო ჩაქრობა იყო. საქართველოს სამეფოს კი მხოლოდ 56,000 მებრძოლი ჰყავდა, 40,000 ქართველი, ყივჩაღ და რაზმები, 20 მხედრები და სულ რაღაც რამდენიმე ასეული ევროპელი ჯვაროსანი. რიცხობრივი უპირატესობა თითქმის 10-ჯერადი იყო. ქვეყანაში პანიკას უფევდა. ბევრი ფიქრობდა, რომ ეს აღსასრულის დასაწყისი იყო. ილღაზი იმდენად დარწმუნებული იყო გამარჯვებაში, რომ წინასწარ ჰქონდა მომზადებული ოქროს ჯაჭვები ქართველი დიდებულების დასატყვევებლად. საქართველოს უფსკრულის პირას იდგა. ერთი არასწორი ნაბიჯი და ჩვენი ისტორია იქ დასრულდებოდა. სწორედ ამ უიმედობის ფონზე დავითმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც ლოგიკის ყველა კანონი დაარღვია. როდესაც დავითმა დიდგორის ველი დაათვალიერა, მან დაინახა ის, რაც სხვამ ვერავინ. მტრის რაოდენობა მათივე სუსტი წერტილი იყო. დიდგორის ვიწრო რელიეფი არ აძლევდა ილღაზის საშუალებას 9,000,000-იანი არმია სრულად გაეშალა. თუმცა ამ უპირატესობის გამოსაყენებლად დავითს სჭირდებოდა ჯარი, რომელიც არათუ არ გაიქცეოდა, არამედ სიკვდილს თვალებში ჩახედავდა. სწორედ აქ მიიღო მეფემ გადაწყვეტილება, რომელმაც ყველა გააოგნა. მან ბრძანა. ხეობიდან გამოსასვლელი გზა ქვებითა და მორებით ჩაეხერგათ. წარმოიდგინეთ მეომრების მდგომარეობა. შენს წინ ოკეანესავით დიდი მტერია. შენს უკან კი ჩახერგილი გზა. დავითმა თავის ლაშქარს მიმართა სიტყვებით, რომელიც ისტორიას ოქროს ასოებით შემორჩა. აქა აღარავინ არის ჩვენი გამომხსნელი. ან გამარჯვება, ან სიკვდილი. ეს არ იყო უბრალო რიტორიკა. ეს იყო ფსიქოლოგიური მანევრი. დავითმა იცოდა, რომ ადამიანის ცნობიერი შიშის დროს გაქცევას ეძებს. გზის ჩახერგვით მან ეს არჩევანი საერთოდ გააუქმა. როცა უკან დასახევი აღარაფერი გაქვს, შიში გარდაიქმნება ძვინვარე ძალად, რომელსაც ვერაფერი აჩერებს. მეორე სასიკვდილო გადაწყვეტილება ჯარის განლაგება იყო. დავითმა თავისი ლაშქარი ისე განათავსა, რომ მტერს მხოლოდ მცირე ჯგუფებად შეძლებოდა შემოტევა. მან 9,000,000-იანი ურდო აიძულა, ებრძოლა იმ წესებით, რომელსაც ის კარნახობდა. 500,000 მეომარი უსარგებლო მასად იქცა ვიწრო ხეობაში, სადაც მხოლოდ წინა რიგებს შეეძლოთ ბრძოლა. დავითმა მოწინააღმდეგეს წაართვა ყველაფერი, სივრცე, მანევრირების საშუალება და ბოლოს, თავად სიცოცხლის იმედიც. ყველაფერი მზად იყო,
ძლევაი საკვირველისთვის. ბრძოლის ბედი არა პირველმა შეტაკებამ, არამედ ერთმა წარმოუდგენელმა მანევრმა გადაწყვიტა. სანამ ძირითადი ლაშქარი საბრძოლველად განლაგდებოდა, ქართველთა რიგებიდან 200 მხედარი გამოეყო. ისინი მტრის ბანაკისკენ უიარაღოდ ხელაწეულები მიდიოდნენ. ილღაზის სარდლობამ ჩათვალა, რომ ქართველებმა ვერ გაუძლეს შიშს და 200 საუკეთესო მეომარი დანებებას ან მოლაპარაკებას აპირებდა. მუსლიმთა ბანაკში სიცილი და სიხარული ისმოდა. მათ ეგონათ, რომ დავითს არმია ბრძოლამდე დაეშალა. ილღაზიმ ბრძანა, ეს მეომრები ბანაკის შუაგულში შეეშვათ, რათა მათი დანებება ყველას დაენახა. მაგრამ ეს ნამდვილად არ იყო დანებება. ეს იყო სიურპრიზი. როგორც კი 200 მეომარი მტრის სარდლობის კარვებთან აღმოჩნდა, სიჩუმე შემზარავმა ხმამ დაარღვია. ქართველებმა ტანსაცმლის ქვეშ დამალული მოკლე ხმლები იშიშვლეს. ეს არ იყო უბრალოდ თავდასხმა, ეს იყო თვითმკვლელი მეომრების მისია. მათ იცოდნენ, რომ იქიდან ცოცხალი ვერავინ გამოვიდოდა. პირველივე წამებში მათ მტრის უმაღლესი სარდლობა და დაცვა ადგილზე გაანადგურეს. წარმოიდგინეთ პანიკა. 9 მილიონიანი არმია ხედავს, როგორ ხოცავს 200 ადამიანი, რომელსაც 3 წუთით ადრე დასცინოდნენ მათ ლიდერებს საკუთარი ბანაკის გულში. მტრის რიგებში ყვირილი გაისმა, ღალატი. სანამ ილღაზის ჯარი მიხვდებოდა, რა ხდებოდა, მათ რიგებში წესრიგი უკვე დარღვეული იყო. სწორედ ეს იყო დავითის გეგმა და ეთესა ქაოსი, იქ, სადაც ყველაზე მეტი თავდაჯერებულობა იყო. ამ 200 გმირის თავგანწირვამ მოწინააღმდეგეს ყველაზე მთავარი მართვის სადავეები წაართვა. სწორედ ამ მომენტში, როცა მტერი საკუთარ ბანაკში ერთმანეთს თელავდა, დავითმა ნიშანი მისცა ძირითად ლაშქარს. ეს იყო დიდგორის ბრძოლის გარდამტეხი მომენტი, რომელმაც ქართველებს მორალური და სტრატეგიული უპირატესობა მოაპოვებინა. ახლა კი სანამ ფინალურ შეტევაზე გადავალთ, გეტყვით, რომ ტაქტიკა, რომელიც დავით აღმაშენებელმა ამ ბრძოლაში გამოიყენა, მოგვიანებით ნაპოლეონ ბონაპარტემ საკუთარ ჩანაწერებში შეაქო. იგი აღფრთოვანებას ვერ მალავდა. ბრძოლა, რომელიც მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სისხლისმღვრელ შეტაკებად უნდა ქცეულიყო, სულ რაღაც 3 საათში დასრულდა. 3 საათში დავით აღმაშენებელმა 9 მილიონიანი კოალიციური არმია სულ ქაოსად და მტრად აქცია. დევნა 8 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ქართველებმა მტერს საშუალება არ მისცეს ძალები აღედგინა. ილღაზი კოალიციის მეთაური თავად ძლივს გადაურჩა დატყვევებას. ის თავში მძიმედ დაჭრილი, მცირე ამალით გაიქცა ბრძოლის ველიდან. მტრის დანაკარგი იმდენად დიდი იყო, რომ თანამედროვე ისტორიკოსები მას დღემდე დაუჯერებელ ციფრად მიიჩნევენ. მაგრამ დიდგორი მხოლოდ სამხედრო ტრიუმფი არ ყოფილა. გამარჯვებამ საბოლოოდ გატეხა არაბთა 4 საუკუნოვანი ბატონობა საქართველოში. 1 წლის შემდეგ 1022 წელს დავით აღმაშენებელმა თბილისი გაათავისუფლა და ის ერთიანი საქართველოს დედაქალაქად გამოაცხადა. სწორედ დიდგორი გახდა ის საძირკველი, რომელზეც შემდგომში საქართველოს ოქროს ხანა აშენდა. ამ გამარჯვებამ განაცვიფრა არა მხოლოდ აღმოსავლეთი, არამედ ევროპაც. ჯვაროსნები დავითს ქრისტიანობის ბურჯს უწოდებდნენ. დიდგორმა დაამტკიცა, რომ პატარა ერს, რომელსაც ყავს გენიალური სარდალი და აქვს ერთიანი მიზანი, შეუძლია დაამარცხოს სამყაროს უდიდესი იმპერიები. დღეს დიდგორი ეს არის სიმბოლო იმისა, რომ სტრატეგია, გონიერება და თავდადება ყოველთვის იმარჯვებს უხეშ ძალასა და რაოდენობაზე. ეს არის გაკვეთილი, რომელიც ქრონოსმა საუკუნეების სიღრმიდან გამოიტანა თქვენთვის. გახსოვდეთ ისტორია, მხოლოდ წარსული არ არის. ის მომავლის გზამკვლევია. გამოიწერეთ არხი, გაგვიზიარეთ თქვენი აზრი, მომდევნო ორშაბათს კიდევ უფრო მეც გაიგებთ.